ჩემ ნატანჯ და ლამაზ მესხეთს მინდა მოვეფერო ამ ვიდეოთი რა გმირების აკვანს ესე დავარქმევდი რა თორელები შალვადო ივანი ახალციხელები სარგის ჯაყელი და აი რომელი ჩამოთვალო გიორგი ბრწყინვალეც მათ გაიზარდა ხო ბექა ჯაყელის კარზე რა პაპამისი იყო აი ამ წიგში ქართველთა ბრძოლების შესახებ მარი ერთი 8 ბრძოლა მაინც არის შეტანილი მაგ ტერიტორიაზე რაც მოხდა წარმოიდგინე იქ შირიმნის ბრძოლა ნიალის ასპინძა და ახალციხის ბრძოლა და ასე შემდეგ რა ხო წარმოგიდგენია როგორი ნატანჯი არის და პოლიგონი იყო რა ჩვეულებრივი რა ირანი და ოსმალეთი ხო სულმან დეტაკებოდნენ ერთმანეთს ამიტომ არის რა ხერო არ არის რატო გადამწვარი არის რა რამდენი ნასოფლარი არის იცი განადგურებული არის იქიდან რამდენი ხალხია წამოსული ჩვენი გვარით მაგალითად მიქელაძეების ხო ფუძი არის მან რა ნასოფლარი არის ქილდა და მერე წავიდნენ სამტრედიაში და იქ გახდნენ თავადები აი ესეთი ადგილი პირველი გარბოდნენ ბრძოლაში მედროშეები იყვნენ პირველი ეკვეთებოდნენ ხოლმე ტერს რა აი ხო მესმის ხოლმე რა ჩვენ ასეთები და მინდა ხოლმე რა აი მესხები აი უნდა ჩანდნენ რა აი ეგენი იყვნენ გმირები რა რასაც ქვია რა და აი მეტი დაფასება ჭირდება აი ულამაზესი ადგილი არის ფარაონის ტბა საოცრება არის რა და ჩემი აზრით სახელმწიფო თუ რა ბიზნეს სექტორმა ვიღაი უნდა ყურადღება მიაქციოს რა უნდა მოვეფერო და იქ რომ ის ხეები აღარ უნდა ხალხი დაბრუნდეს და ის ნასოფლარები რო აღარ არის ხო იქ ახალი სიცოცხლე უნდა წამოვიდეს რა აი ამას ვუსურვებდი და ამას ვინატრებდი მინდა მოგეფეროთ უყველას და ჩამოვალ აუცილებლად ჩამოვალ შევეცდები და მაქედან ერთი ლამაზად ჩავეხუტები ჩემ საქართველოს თლიანად რა გენაცვალეთ გულში სუყველას